ეს ცხვირში ჩაბერვა რა ფენომენია? რამდენად საშიშია ყურის ჩხირებით, ასე ვთქვათ, გაწმენდა ყურის? ბიჭო, კონიაკს მოყავსო ხმაო, კიდე ერთ ჩვენს მაგაცი თემურა უზნაძე გვეუბნება. აი პრობლემა. ხრინვა. პირველი ზონა. მოგესალმებით მეგობრებო, მორიგი გადაცემა ოთარი ექიმო, გახლავთ ეთერში. მე სანამ სტუმარს წარვადგენ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია თვალის კლინიკა Eyeline, სადაც შეგიძლიათ უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ მოიხსნათ სათვალე. დიდი მადლობა Eyelines. რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, კოლეგა, ოტორინოლარინგოლოგი, ანუ ყელყურცხვირის ექიმი გრიშა თოფურია, დღეს ჩემი სტუმარი. გრიშა, მოგესალმები. დიდი მადლობა რომ მოხვედი. პრინციპში მადლობა იმისთვის რომ არასდროს უარს არ გვეუბნები ნებისმიერ ფორმატში, სადაც მოგიწვიეთ უპრობლემოდ მოდიხარ. დიდი მადლობა ამისთვის და მოდი სანამ კითხავ რამეს Eyeline-ის აგერ სათვალით მოვედი, არ ჩამიტარები არაფერი, მაგრამ მოიხსენი გადავდე. მოიხსენი გადადე. მომავალში ვესტუმრები და კი ბატონო, სულ გადავაგდებ. კი ბატონო. გაიხარე. კარგი, ახლა ჩვენ კი ვიცით ძალიან კარგად, მაგრამ აი ყელი, ყური, ცხვირი, ხო? ერთი ექიმი რატო ყავს ამას ყველაფერს? ამ შეკითხვას პროფესიის და უფლების დღიდან უსვამ ჩემ თავს და აქვს ახლა მეცნიერულად ჩვენი წინაპარი ყურის სპეციალისტების მიერ გაცემული პასუხი, მაგრამ ახლა თუ აი ეს ხო დავთქვით რომ ნაკლებ პროფესიული საუბარი იქნება და იქნება ძალიან ისეთი გულახდელი და მეგობრული, რაშიც ფიქრობ რომ არ შემზღუდავ. ერთი სპეციალისტისთვის ფიქრობ ცოტას ბევრობს და რატომ რაღაც გარკვეული წილი ყველას აკდება პატარ-პატარა ყურადღება და მე პირადად ჩემი კარიერა ყელით დავიწყე 30 წლის წინ და დღეს ყური და ცხვირი დავიტოვე და ამ ორიდან გამორჩეულად ცხვირი. პირველ რიგზე კიდევ ცხვირი და ასე რომ აქვს ამას თავისი ახსნები, მაგრამ მეგობრულად. კარგი, ცხვირზე რას ძირითადად აი ცხვირზე წავიდა. წეგან შეხვედრამდე წაგეჭორავე რომ რაღაც ნოზოლოგიებში დაარჩა ძველი მიდგომები, ძველი ტაქტიკა, არა იმიტომ რომ ვერ განვითარდა, ან ვერ წავიდა, უბრალოდ ნოზოლოგიებმა არის ურვეს, რომ თანამედროვე ცივილურობა შეხებოდა მათ და ქირურგიაზეა საუბარი. და ცხვირში ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა, ძალიან დიდი წინსვლა ენდოსკოპიურმა ქირურგიამ, ტექნოლოგიურმა ასე დავარქვათ და ყურის ქირურგიაში ასევე და ამ ხრივ მოცინავე და რაღაც თანამედროვე ფეხს უკვე ცხვირის სუნთქვა ძალიან ბევრი ცხვირის სუნთქვის გაძნელება ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემაა და ძალიან ხშირად გამიგია, არიან ბევრი რომელიც დამოკიდებულებიც კი არიან სხვადასხვა მედიკამენტოზურ საშუალებებზე, სპრეები იქნება, წვეთები იქნება თუ ასე შემდეგ. აი ძირითადი მიზეზები ამისი რა არის? გრიშა, მოდი უთხრათ ჩვენს ახლა შენ პროფესიას ჩვენ ვერ გავხსნებით. კი ბატონო, არა ნახევრად პროფესიონალურად რო ვისაუბროთ, ცხვირით სუნთქავი ადამიანი ჯანმრთელი ადამიანია, ჯანმრთელად მოიაზრება, ცხვირით არ სუნთქი არა ჯანმრთელად. ასაკის მიუხედავად ცხვირი ასრულებს იმ ფუნქციას, გარდა ესთეტიურობისა, რა თქმა უნდა, რამაც დღეს ძალიან დაიფასა თავი. ასევე მნიშვნელოვანია ჰაერგამავლობითაც, იმიტომ რომ ისედაც რა ჟანგბადს მოიხმართ და იმასაც რომ ცხვირ დაკეტილი ადამიანი ვეღარ მოიხმარს, კიდევ შიმშილობს ორგანიზმი, აკლდება მას ფუნქციონირებისთვის ჟანგბადის გამოხმარება და შესაბამისად ამ შიმშილის ფონზე ქვეითდება ნაყოფიერება, საყოფაცხოვრებო, სამსახურეობრივი, საოჯახო და ყველანაირად საჯამრთელო ბოლოს რა თქმა უნდა თავს იჩენს გულზე, გონება. პირდაპირ კავშირშია გულთან თავის ტვინთან, ხო? კი, თუ პირველ ჯერზე პირველივე შემთხვევაზე შეფერხების აღარ მიდის ექიმთან, რაღაც დროში მაინც უწევთ კონტაქტი და კონსულტაცია ექიმთან და მე შესაბამისად შარევები. კარგი, აი ეს დამოკიდებულება არის ძალიან სერიოზული ამბავი, იცი? თან მე გონია რომ ცოტა ფსიქოლოგიური ამბავიც არის, იმიტომ რომ მე მყავს მეგობრები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ ჭირდებოდეთ, მაგრამ აი თუნდაც რა სანამ სუფრასთან დავსხდებით, უცებ ამოიღებენ და მორჩა წყნარათავარ, ეხა ვიქეიფოთ. ხო, აი რა ფენომენთან გვაქვს საქმე და
ზოგს ახლა მართლა ეჭედება ცხვირი და დამოკიდებულია რეალურად ჭირდება. ხო და აი როგორ გადავაგდოთ ეს სპრეები, იმიტომ რომ ესეც ხო არ არის ჯამრთელი, ხო? რა თქმა უნდა. დამოკიდებულება. კი, ჩემო მეგობარო, რომ ცხვირის წვეთი ახლა იმ მომენტში, როცა შეფერხება ჰაერის გამოვლობის, ანთების გამო თუ ვირუსის და შემდეგ, ამ დროს მართლაც ფასდაუდებელი ჩართულობა ამ ხრივ, მაგრამ ეს რო გადადის ქრონიკულში, ისეთ პათოლოგიებში გადის, რომ დაუშვებელია მისი ქრონიკული მოხმარების ფორმა. ასე დროს ახსენე სწორად, აი არის რაღაც წილი მოდის ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე, რაღაც წილი მოდის მექანიკურ დამოკიდებულებაზე, ან მექანიკური გამრუდებების და რაღაც წიდების და შემდეგ და რაღაც წილი მოდის ანთებადობის ფორმებზე და ასე დროს ყველაზე ნამდვილი ფორმა ამასთან ბრძოლის ეს არის ექიმთან კონსულტაცია და ექიმით დახმარების სათანადო გაწევა და გადაგდება წამლის ბოლო არის გადაგდება წამლის. მქონია პრაქტიკაში რომ არ ვიცი ასეთი დაურეკავს და უთქვამს რომ ასეთი რა მითხარი რა მელაპარაკეთ სახლში მისულმა ყველა მანქანაში საწოლთან კაბინეტში ყველგან თითო ფლაკონი დევს ჯიბეში ყველა პიჯაკში ისე გავდივარ სახლიდან თუ არ მოვიძიებ და მივედი და გადავყარე ყველაფერი და განვიკურნე ასე ვთქვათ მაგრამ ეს იმდენად ცოტა და მცირეა ასეთი პროცენტი მეტი წილი მაინც მექანიკურზე და ანთებად პროცესებში რა პრობლემამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ დამოკიდებულებამ ბოლო ინფარქტი ინსულტი რას ლაპარაკობ კი ეს ახალგიარებულია წამალ დამოკიდებულების ღრმა ფორმები ცხვირის სპრეიმ შეიძლება ინფარქტამდე მიგვიყვანოს ეს დადგენილი და მიგნებულია რა მექანიზმია გრიშა ანუ მე გიგებასუხე ხა ცხვირი ხომ მხოლოდ ლოკალური და იზოლირებული ორგანო არა ის თავისი სტრუქტურით თავის სივრცეშია განლაგებული კარგად იცი და შესაბამისად მისი სისხლმომარაგება ის რაზეც წამალი მოქმედებს რომ ნაკლები სისხლის მიდინება კონდეს გაფუებადობის გამო და ამ სიძარღვებზე იმოქმედოს წამალმა ეს სიძარღვები ცხვირში მარაგდება ტვინიდან გამომავალი გზით ტვინიდან შემოდის თავის ქალადან შემოდის ეს სიძარღვები ცხვირის სისხლმომარაგებელი ნაკადი და შესაბამისად ეს წვეთები ლოკალურად ცხვირში ვერ იტოვებს თავის სიავეს ასე თქვა და ცელდება ცხვირს გარეთ მიღმა და ეს გავრცელების საზღვრები ტვინისკენ მიდის და იქ გავრცელებული სიძარღვოვანი პათოლოგიები კედლის უკვე და მისი დრეკადობის დაქვეითებები მე კარგად მოგეხსენება რადიოლოგიაში ბევრი გავს ეს პრაქტიკაში როგორ აზიანებს და ნუ პატარა მცირე ცვლილებასაც წნევისაც ვეღარ უძლებს და ნუ სავალალო შედეგებს ძალიან საინტერესოა და ეს ნამდვილად ესეთ რთულივად იგივე მექანიზმი ალბათ გულსიძარღვთა რა თქმა უნდა გულსიძარღვთა ნაკლებად მაგრამ პირველი სიგნალი მაინც twin-თან გრიშა აი ეს სახალხო მედიცინის ხალხური მედიცინის მეთოდები როა ცხვირში ჩაბერვები და სხვადასხვანაირი ბალახოვანი აი ამას როგორ უყურებთ თქვენ პროფესიონალი ექიმები ბოდიში შეიძლება ვჩქარო რაღაც დროის არა მაგრამ ისაუბრეთ როგორ არ გაასრულებინებ საუბარს მაგრამ ისეთ საკითხებს ეხები მინდა რომ ბევრი ვთქვა ბევრი მოვასწრო და ბევრი მივიდეს მსმენელამდე ხო არ ვახსენე კეთილი იყო ჩემი ფეხი დიდი მადლობა არა პირველი მესამე მეორე უკვე მეორე უკვე ბოდიში გუგას მოკითხვა ჩემთან ჩვენ საერთო მეგობარს საერთო მაყო მეგობარს ანუ რისი თქმა მინდა რომ ამ წვეთებისთან დაკავშირებით იქნება ეს თუ სხვა ანთებად პროცესებთან დაკავშირებით და აქვს გარკვეული მიღწევები ხალხურ მედიცინასაც მე არ ვამბობ მექანიკურ ფაქტორებზე როდესაც კიდე გამრუდებულია იმას არც წვეთი ხერხებს ერაფერს ხო რა თქმა უნდა ხა ეს მე ამას ახსნაც არ ჭირდება მაგრამ სხვა დანარჩენთან რაც ანთებას შეეხება რაც ჯირ-ქოვან-ჰაიმორიტებს და ასე შემდეგ სინუსიტებს იქ ხალხურ მედიცინას გარკვეული დაფასებაც აქვს არის რაღაც პრეპარატები მცენარეებზე დამზადებული ხარხნულად აპრობირებული გაყიდვაშიც ყოჩი ვარ და ერთ-ერთი მათ შორის რომელსაც აქტიურად ვიყენებთ ჩვენ ხარხნული წარმოებით გამოშვებულს სინუსიტებთან ბრძოლაში. ასე რომ თავიდან ბოლომდე შეფუთულია, მაგრამ ყოჩივარდას ნაყენი და მისგან დამზადებული ექსტრაქტი. ასე რომ ეს ცხვირში ჩაბერვა რა ფენომენია?
ცხვირში ჩაბერვის ფენომენს სიმართლე გითხრა მე პირადად ვერაფერი გავუგე და რატომ ალბათ არ დამჭირვებია მე და არ მქონდა ამასთან ასე ახლო შეხება მაგრამ ხა ვინც კი ჩემს გარშემო ან თუნდაც პაციენტებმა ეს ამბავი მომიტანეს ცოტა მიჭირ თუმცა შედეგებს უნებრივია იღებენ რა თქმა უნდა მაგრამ ეს მექანიზმის გაგება აი ცხვირიდან გადმოყრა ეგრეთ წოდებული რაღაც სიმინდის მარცვლების რაღაც გარკვეული უცხო სხეულების ცოტა ექიმურად რატომღაც წავიკოჭლე ამის დაჯერებაში მაგრამ შედეგებით ის რასაც პაციენტები გადმოსცემენ აღიარება სიტყვას კარგი ძგიდის გამრუდება რამდენად ხშირი პრობლემაა ძგიდის გამრუდება ახლა იდეალურად გასწორებული ძგიდე არის რასაც თქვა ხელოსანს კედლის აშენებისას მოსთხოვ რომ დაამზადოს ასეთი პრაქტიკულად ბუნებაში არ არსებობს ფიზიოლოგიური ძგიდეებში ცხოვრება გამრუდებებში ფიზიოლოგიური და არაფიზიოლოგიური რომელიც არაფერ ხებს აირის გამოვლობას არ მოქმედებს ვიზუალზე და იყოს რა თქმა უნდა ცხვირის ძგიდეზე ზემოქმედება მხოლოდ ნებადართული თუ არა და რეკომენდირებულია ჰაერის გამოვლობის გასაუმჯობესებლად და თუ ეს ესთეტიურ და ვიზუალურ ფორმაზეც მოქმედებს. ასე დროს ისე ხელისხლება არ სჭირდება. არ უნდა. ნამდვილად არ. აი ესთეტიურ ოპერაციებს თუ აკეთებ შენ? რა თქმა უნდა, მიწევს კი იმ ჩართულობით არა, როგორც პლასტიკურ ქირურგებს აქვთ ჩადებული ესთეტიურ ქირურგიაში თავიანთი მონდომება, ჩვენ გვიწევს კლინიკური მიმართულებით, ასე ვთქვათ, ანუ ფუნქციონალური ესთეტიური ქირურგია. ესთეტიურში გადის, მაინც იცვლება გარეგანი ფორმა და ისე ფუნქციონალური რინოპლასტიკად მოიაზრება ჩვენი ხელით შესრულებული პლასტიკური ოპერაციები, რომელიც თავი და ბოლო მაინც შიგნით შიდა ინტერიერზე იწყობა, ანუ გამავალი ცხვირით მსუნთქავი ინტერიერი შემდგომ ჩვენ ხშირად გვალდებულებს რომ გარედანაც ჩარევა მოხდეს და რეგულირებით გარეგანი ცხვირზე რეგულაციებით მივიღოთ როგორც ესთეტიური შედეგი ასევე ფუნქციონალური სუნთქავი ამ ხრივ ამის კეთება ჩვენი დარგის სპეციალისტებს ბევრს უწევს. აი რამდენად ხშირია მოუშვათ აი დანამატი წიაღების, აი ჰაიმორიტი უფრო გასაგებენაზე რო ვთქვათ, ვინც ექიმი არ არის ჩვენი მაყურებელი, ფრონტიტი ანუ შუბლის წიაღის ანთება, ჰაიმორიტი ანუ ჰაიმორის მაქსილარული ეგრეთ წოდებული წიაღების ანთება, რამდენად ხშირია და რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ეს? დასაწყისში ვახსენე, რომ შეეხო განვითარდა რაღაც გარკვეული ძვრებით, წინ წავიდა განსაკუთრებით ენდოსკოპიური ქირურგიის ცხვირის, აი სინუსიტებთან ბრძოლა რა გაგებით, რომ ამ ქირურგიის ამ ფორმამ, ენდოსკოპიური ქირურგიის ამ ფორმამ საშუალება მისცა სპეციალისტს ღრმა წვდომა განახორციელოს წიაღებში, ეს კარგად იცი დანამატი წიაღები არის პერიფერიული ღრმა წიაღები, რომელიც ცხვირის ღრუსთან დაკავშირებულია, მაგრამ არა უშუალოდ ცენტრში, ასე ვთქვათ და შესაბამისად ამ ტექნოლოგიებმა, ენდოსკოპმა, შესაბამისმა ინსტრუმენტებმა მისცა საშუალება უკვე დღევანდელ მედიცინას და ქირურგიას წვდომა განახორციელოს ისეთ წიაღებში, რომელიც ადრე ვერ ხერხდებოდა გარეგანი მიდგომების გარეშე. ეს შეეხება შუბლის წიაღს, ეს შეეხება იგივე ზედაღბის წიაღს, აიმორს, იგივე ეთმოიდს, მენოიდს ამდენად ამ ქირურგიამ დღეს ნაკლებ ინვაზიურმა, ნაკლებ ტრაუმულმა დაიფასა ამ ხრივ თავი და ეფექტურია, რა თქმა უნდა, შედეგიანი და ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან ფეხმოკიდებული გახდა დღეს უკვე. ყურზე გადავიდეთ? რა თქმა უნდა, ყური გადავიდეთ ყურზე. კარგი, ყური. მოდი ესე კითხავ რა, რომ უფრო სახალხო შეკითხვა რო იყოს, ასე დავიწყოთ. ის რამდენად საშიშია ყურის ჩხირებით, ასე ვთქვათ, გაწმენდა ყურის? მითია თუ რეალობაა ეს, რომ აი სანამ კი პასუხებ, მე ჩემს პროფესორს აუცილებლად ვახსენებ, ბატონშა ჯაფარიძეს ეს რომ არა ის მე დღეს ალყურის ექიმი არ ვიქნებოდი, ეს მისი დამსახურებითაა, რომ დღეს ალყურ ცხვირს წარმოვადგენ, ასე ვთქვათ. დიახ. მაგრამ მედიცინასაც წარმოვადგენ, ეს მამიდაჩემის დამსახურებაა. ვაპირებდი გპ-ში არქიტექტურულ ზემოქმედებას და მამიდაჩემის ოჯახი თვითონ მეუღლე შვილები ყველა ექიმები და ქვააგდო რომ იტყვიან და თავი შეუშვირა, რა ქვია, ჩემი ძმისშვილს რა უნდა გპ-ში არქიტექტურულზე, ჩამსვა გვირთამოედანზე 2 ნომერ ტროლეიბუსში და ჩამოვსვა
ვაჟა-ფშაველაზე მაშინ ინსტიტუტის წინ, სამედიცინო ინსტიტუტის წინ და აი აქ უნდა ჩააბარო შედო. და ასე რომ ექიმი რო ვარ მისი დამსახურებით, ჩემი ბატონიშოთას დამსახურებით, წელს იუბილე აქვს. მეც ულოცავ ბატონიშოთას, კი ბატონო, უდიდესი მეცნიერი, უდიდესი ექიმი, კი რაზეა საუბარი, როგორ ავტორიტეტიც. უდიდესი ავტორიტეტი. აი მისი მკაცრი და ძალიან ისეთი დამოკიდებულება ჭხირებთან, ძალიან დაუნდობელი დამოკიდებულება პაციენტებთან ჭხირების ამბავში რომ და რის გამო პრაქტიკა მაჩვენა რომ ამ ჭხირებმა ბევრი თუ არა საკმაოდ სამუშაო მოგცა ჩვენ მოგიმატათ რა თქმა უნდა ბატონშოთას თავის დროზე და ახლა უკვე ჩვენც ხვდებით ასეთ პრობლემებს რომ ამ ჭხირით დაზიანებული დაფისავკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება და თავის ტკივილი ხდება პაციენტი. და როგორ ხდება გრიშა რა მაინტერესებს იცი აი ეს მექანიზმი როგორია რომ მტკივნეული არ არის როგორ შეიძლება ადამიანმა რომ დაიზიანო ჭხირების წინააღმდეგი მე არა ვარ გამოუშვეს სხვა მოდელის ჭხირების ნაკლებ დამტრამულია მაგრამ ის წვრილთავიანები იყო შემთხვევა მამა ორსიწმინდა და ახლა ასე გადმოსცა ასე თქვა რომ დამრჩა ყურშო და ბავშვს ეთამაშებოდიო და მისი მოქნეული ხელით წარმოგიდგენია რა მოხდა ისეთი ტრაუმა მიიღო ერთმა ბავშვმა მოზარდმა და გადამავიწყდა თუ რა მოხდაო ასე ხტუნაობდიო და დავეცი ნუ რაღაცა და ეს ისეთი ტრაუმული დაზიანებებია რომელიც ძალიან დიდ საკმაოდ ისეთ რეკონსტრუქციულ ქირურგიას ითხოვს და ამიტომ როგორც შეყვარებული ამ ორგანოზე ჩემი ბატონი პროფესორი შოთა ჯაფარიძე და ახლა დღეს მეც კატეგორიულად ეწინააღმდეგები არჩერების ხრმად და ხო, ანუ სპეციალურია ხო ეს სკელი როა და ხო პატარა თავი არაძლევს საშუალებას ხრმად შევიდეს და ამდენად იცავს. ხო, საბავშვოები კიდე ცალკეა ეგენი სპეციალურად ბავშვისთვის გამოდის. ხო, აქ ეხა სპეციალურად ბრენდს არ ვასახელებ, იმიტომ რომ ფული არ აქვს მოტანილი. და ფულს თუ მოიტანენ, უკვე მჭხირების ბრენდსაც მეეჭვება, წილშიც გამიყვანო, მეეჭვება მჭხირებზე გული მომიკეთდეს. ამიტომ ვერ გავყიდი. მოკლედ, ჯანმრთელობას მას. სმენის დაქვეითება ყველაზე ხშირი მიზეზები რა არის? აი ასაკობრივი დაუშვათ, რამე პათოლოგია ახალგაზრდა ასაკში. ასაკობრივი დაქვეითება ეს ბუნებრივი დაბერების პროცესის როგორც გრძნობათა ორგანოებს ზოგადად ეხა მხედველობას იქნება თუ სმენას აქვს ეს გენეტიკური ფორმა, გენეტიკური თუ ასაკობრივი ფორმა დაქვეითების, მაგრამ აი მცირე ასაკში, დაბალ ასაკში, ჩვილ ასაკებში არის ბავშვებიც დაბადებულან სმენის სიყრუით, არა თუ დაქვეითებით, არამედ სიყრუით და კეთდება ბატონიშოთას წყალობით მისი დაწყებული ოპერაციები, კოხლეარული იმპლანტაცია. ჩართულობა ქონია ბევრი მან რადიოლოგიური. კი ბატონო. ექლოგოგინას გამტარებლობის გამო და იმპლანტაციები დღესაც წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით და ფინანსებით, რაც თავიდან არ ხერხდება ახლა უკვე ეს ხელმისაწვდომია. ასე დროს ასაკი ახლა გუშინ წინ ქალბატონ 75 წლის ქალბატონმა გაიკეთა კოხლეარული იმპლანტაცია და ეს მიღწევა და გამარჯვება ქვეყნის. ეს ასაკობრივი დაქვეითება ქონდა თუ ასაკობრივი ნელ-ნელა შემოგვაგრამ ისეთ ხარისხამდე მივიდა 75 წლის ასაკში რომ სმენის აპარატი გარედან გადასაცმელი პრაქტიკულად ვერ შველოდა. 2 წლის ნახევრის ბავშვს ორმხრივი ბილატერალური ან ორმხრივი კოხლეარული შეუსრულდა. წლის ბავშვზე 1 თვის წინ 1 წლის ბავშვზე ჩაინერგა იმპლანტი და ამდენად არის სამუდამო ეს იმპლანტი თუ განახლება ჭირდება ხოლმე? პირველი იმპლანტაცია 99-ში შესრულდა. ხო. და დღემდე ფუნქციონირებს. ანუ რო ჩადგავ კი, თუ არ დაზიანდა გარეგანი ზემოქმედება. ანუ სამუდამოა, რამე თუ არ მოუვიდა. მუდმივი დღესდღეობით ის რაც პრაქტიკულად პირველივე წლიდან თუ არა რაღაც გარკვეულ 1-2 წელიწადში საქართველოს ბატონიშოთას სწავლობით რო ახსენებთ მე და თქვენ ამ დიდ პროფესორს 1-2 წელიწადში ფეხი აუწყო უკვე საქართველოს. ხო. მისი წყალობით და ამდენად და აუდიოლოგიის ცენტრის იქ ბატონი ზურაბი არის ინჟინრების და ამდენად ჩამორჩენა დროში დიდი არ ყოფილა. სოფლიოში ამ ოპერაციების დასაწყისზე საუბრობდა. შესაბამისად დღემდე ფუნქციონირებს იმდროინდელი ჩაყენებული აპარატები და ახლა მომავალში 25-50 წელში რა იქნება ამაში. ურში ხმაური. ой, ტინიტუსი. ეგ არ გეკითხო. ეგრეთ წოდებული ტინიტუსი.
სხვათა შორის მე მაქვს. ეკლა შემეცვალა ხასი. კი, მე ვისწავლე ტინიტუსთან ერთად. იცხოვრე, მასთან ერთად იცხოვრე გოდიში. მე ვისწავლე ტინიტუსთან ერთად ცხოვრება. ანუ ესეთი აი სუსიჩუმეში რო დავჩები ხოლმე, წუილს გძნობ. ეს მაქვს სხვათა შორის სტუდენტობის დროს შევამჩნიე პირველად და მე ანუ ვისავკითხე რა არ გავაკეთე საქართველოში უცხოეთში. არაფერი არ ეშველა. რა არის ამის მიზეზი და რატო არის ესეთი უსაშველო? რაც ადვილი გეტყვი. ჩაიქნია ჩემზე ხელი გრიშა დოპურია. ხელს რა ჩამახნევიებს მეგობარზე, მაგრამ ბოლოდან გეტყვი, ანუ შექმნეს მუსიკა. სპეციალური მუსიკა, რომელსაც ძილის წინ. კი ბატონო. ლაუნჯიც არა, რაღაც სხვანაირი სხვადასხვა იტალიელებს აქვს თამაში. მიღწევა, მათგან მოვისმინე და მათგან გავიგეს და პირდაპირ დანიშნულებაში უწერია, რომ ამ მუსიკის ქვეშ ძილი. და გადადის ყურადღება და რა მე ბოდის გიხდია ამაზე ისეთი მეცნიერები და ისეთი სკოლები მუშაობენ ჩემი ახლოს ერთს მივალდი მათთან ასე რომ ეს შეკითხვა ჯობია ძალიან კაი გასაგებია მაგრამ მიზეზი მაინც გითხარი აი მიზეზი დავიწყოთ ტოპის როლა პირველი ვიყვარს ნახე მამა მყავდა მონადირე გამოცა ძალიან ისეთი მწოდნე და პროფესიონალი ანალოგიური პრობლემები სად იყო მაშინ მაგ დროს როცა ის ნადირობდა დამცავები და ბუნებრივია ამ პროცესითაც წუხდა არ მაგაის საახალწლო შეიძლება ასე აფეთქდეს ერთხელ და ტინიტუსი დამჩეს მთელი ცხოვრება რას მელაპარაკები და მე ერთხელ სიცულელე ჩემ თავშეც და ჩემ შულზეც ჩავიდინე საბედნიეროდ გაგვიარა ორივეს მაგრამ საახალწლო და სროლა რაღაც სიგიჟის გამო და დაუშვებელია თანაც თუ არის სუსტი და მგზნობი არის რომ მაღალ ხმაზე ყურსასმენი რომ აი ეს უნდა მეკითხა ყურსასმენები რამდენად საშიშია ახლა შენ რომ ყურსასმენი გიგეთია და მუსიკას უსმენ და ის მუსიკა მე რომ ესმის ახლა იქ ხო წარმოგიდგენია რას ჩადის და რა დარტყმას ახორციელებს ამ ლოგოკინას ორგანოზე აი რაც ყურში აქმა დამცავი მექანიზმი არა აქვს ყურსთავი აი ჩვენი მეგობარი და კოლეგა ცხონებული მიშა ჯაში მეუბნებოდა ხოლმე რომ რაღაც გარკვეულ ეტაპამდეო ყურსო აქვსო რაღაც დამცავი მექანიზმიო მაგრამ ხო კი ჩვენს მიშიკოს ჩვენი საერთო რა თქმა უნდა ჩვენი წერტილი ჩვენი ახსენების მასზე მაგრამ რა ისი თქმა მინდა არის კი მანდ არის ესე იგი კუნთი რომელიც ძლიერ დარტყმას დაფისაგზე ძლიერ მექანიკურ დარტყმას მისი უკუ რეაქციით ანელებს მარტივად რომ ხალხური ახსნა რომ იცით ანუ და დაფისაგს უზღუდავს ძლიერ რხევადობას ხო და ანუ ანტიწონა რო წარმოვიდგინოთ აი ანტიქმედება ასეთი მექანიზმი მაგრამ ეს რაღაც გარკვეულ დეციბელებამდე როცა ის ისეთ რაც ვახსენე შენ უსმენ და მე მესმის უკვე ეს იქ საოცრებას ჩადის დახურულ სივრცეში მყავდა პაციენტი რესტორანში ხავი ვის არ შეამოვნებს მოხერნა დინამიკთან მე არ მიყვარს დინამიკთან ჯდომა არა რას მოვიდა დაიძინა და წვილი დილით არა 0 სმენა რას ლაპარაკობ სრული სიხრუე ისეთი რომელიც უკუშე შეუხზე ორივე კი იყო ასე ნუ მისთვის ეს მას შეკცევადი არ იყო ეს არავითარი ვიცნობ ამ ადამიანს დღესაც მაქვს ურთიერთობა და 0 კარგი რა ერთი რესტორანში დინამიკთან სიახლოვით სხვათა შორის AC/DC-ის კონცერტებზე და ასეთ აი AC/DC-ის სოლისტი ხა ახალგაზრდაც აღარ არიან AC/DC ხო მოგეხსენება მას ჰქონდა პრობლემა და აუგზალეს სცენაზე გამოსვლა, იმიტომ რომ ეს დინამიკით წარმოიდგინე რესტორანს ახსენებ შენ და წარმოიდგინე სტადიონზე რა გახმოვანო, როცა სტადიონზე გამოდიხარ. გააგონო ამდენ ხალხს. ხო და იქ როგორი სიმძლავრის დინამიკები დგას და აუგზალეს. ერთი წელი საერთოდ საკონცერტო მოღვაწეობა აუგზალეს. ნუ იქ რა თქმა უნდა ასაკიც იყო, მაგრამ მაინც პროფესიული იყო უფრო. მე გამიგია რომ მე ვიოლინეებსაც აქვთო. აი იმ ყურზე რომელ მხარესაც დაუშვათ ვიოლინოზე უკრავენო ისეთი წვილი არ ვიცი ეს რამდენად შეესაბამება ლოგიკურია აბსოლუტურად მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური ანუ პროფესიულიც შეიძლება ეს იყოს ხო რა თქმა უნდა პროფესიული ხა ორატორებს ყველთან აქვთ პრობლემები
მომღერლებს საუბრობს და ეს გაფრთხილების ქვეშ არიან ყოველთვის. ყველს ჩვენ აუცილებლად ვახსენებთ და მიუბრუნდებით, მაგრამ აი აქ მაინც აი შეხედე მე არც მონადირე ყოფილ ვარ არასდროს, არც ახალი წლის დიდი აფეთქების მომსწრე არ ყოფილ ვარ აი პიროტექნიკის და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესე თავისით დამეწყო. შეიძლება ეს რამე სისძალღოვანი უკმარისობა იყოს კლინიკური ჩაღრმავებებით, ახლა კლინიკურ სათანადო კვლევებით იქ სიცხლის მომარაგება ნაკადი როგორი მიდის ამ ლოკოკინას ორგანოსთან როგორი არის ნივთიერებათა ცვლა იმუნია ძალიან იმაში გადადის რომ მიჩვენია ქალას ფუძეზე ვიმუშაო მიჩვენია ყური დავშალო ავაწყო ტექნიკურად ვიდრე ტინიტუსი არის პრობლემა მოუგვარებელი რო ვიცი ისეთ კორიფეებს აქვთ ნაფიქრი ნამუშევარი ნაშრომი და ის რომ თუმცა შიშით უკან ვიხევას კი მაგრამ ამ რეალურ და სერიოზულ პრობლემებამდე არ მიგვიყვანს ხო ასე მაინც დაგვაწყარე ვისაც გვაქვს ტინიტუსი არა სასიცოცხლო მნიშვნელობის ნამდვილად არა მაგრამ ახლა ყრუ ადამიანი და ბრმა და რაღაც ასეთი მეტყვა ყველა საშოროს მაგრამ არავის არ უსურვებ ანუ ხო არა არც მე არ უსურვებ ძალიან დიდი დისკომფორტია გეთანხმები თუმცა ისე შევეჩვიე რომ გონია რომ აი მთელი ცხოვრება მაქვს და ნერვული სისტემა გამოგადგა მედეგით საერთოდ აღარ მაწუხებს მე მგონია რომ ასია ყველა აღწერილია სუიციდამდეც მისულა ხო არა ნუ ძალიან მე თავს რითი ვიწყარებ იცი ის ანეკდოტი მახსენდება ხოლმე ბაბუა რომ მივა ექიმთან რა გაწუხებსო ბაბუო და ისაო რა ქვია ყურშიო ხმაური მაქო შვილო და ეგო აპლოდისმენტებიაო ბაბუო აპლოდისმენტები მე სულ მგონია რომ ტაშს მიკრავს ვიღაცა და არ ბედნიერი იმსახურებ ღამე ტაშს მიკრავს დილას ტაშს მიკრავს შუადღეს ტაშს მიკრავს და თავარი ამის კეთება არ დავიწყო მაგამდე ჯერ ადრეა მაგრამ ტაში სულ გეკუთვნის ტაში მადლობა მოკლედ ხო ანუ ვისწავლე ამასთან ერთად ცხოვრება და მე ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პირადად ვიცნობ ჩემს მეგობრებს ჩემს ნათესავებსაც და არაფერი ნუ უნდა შევეგუოთ ხო სხვა გზა არა გვაქვს უნდა გქონდეს მყარი ნერვული სისტემა იმედია ოდესღაც ანუ მომავალი თაობის გრიშა თოფურიები ამ პრობლემასაც მოაგვარებენ ნუ თუ ქირურგიამდე მივა თუ ქირურგიამდე მივა ბატონო პასუხს ხო თორე ქირურგიის გარეშე შანსი არ არის ქირურგიის გარეშე მე ბოდის გიხდი შანსი არ არის კარგი მომღერლები ახსენე შენ და ყელი ახსენეთ ახლა სერიოზული ასე ვთქვათ ლოკალი ტოპოგრაფიული და ლოკალური ადგილია ჩვენი ორგანიზმის, ჩვენი ანატომიური უმიკვერცხის გადაყლაპვა მართლა შველის საქმეს? ეს ფიქრობ კინო სცენარის რაღაც ისეთი გამორჩეული ნაწილია რომ აი ფილმში გამოიყენონ, მაგრამ აი პრაქტიკულად მე ვერ ვხსნი რა შეიძლება იყოს უმიკვერცხის. აი ხმა რომ მოგიყვანოსო დაუშვათ აი რატომ ეს კვერცხი ანატომიურად მე და შენ ხა ექიმურად გავისაუბრო და ვინც ახლოს აქვს წვდომა მედიცინასთან, კარგად იცის რომ საღლაბავი და საჰაერო გზა, ნუ ტრახეა, გვერდიგვერდ არიან, მაგრამ სხვადასხვა გზებია რომ აბსოლუტურად და ეს უმიკვერცხი საერთოდ გვერდსულის ტრახეას საღლაბავში მიედინება ამდენად იოგებზე და ხმის შეხებაზე რას აკეთებს ხა არც მომღერალი ვარ, არც გამისინჯავს ამდენად პასუხს. უმიკვერცხი არ გაგისინჯავს? არა, ნამდვილად. კონიაკი ხო დაგილევია? სტუდენტობაში. ხო და კი ერთად დაგვილევია ეხა არა ხო აი სტუდენტობაში 35 წელია ერთად მომყვებით ერთმანეთს და ამდენად თუ გახსოვს ის გახსოვს თორე ბოლოს რატომ არა ამაზე ვისაუბრებთ კი დაგიტოვებ აუცილებლად ნახე ანუ ხმის მოსაყვანად აი უცებ რო გჭირდება მეც მქონია ნახე შენ გახსოვს რომ მე აქტიურად თამაშობდი ეგრეთ წოდებულ კავეებს ხო და რაღაცა თამაში გქონდა და გუნდის ორ წევრს მართლა ჩაგვეხლიჩა ხმა რა და აი რეალურად გეტყვი მე ამას არც მეცნიერულად ვხსნი არც არაფერი შეიძლება ესეც ფსიქოლოგიაა იმისი არ იყოს სპრეისი ხო ცხვირის წვეთის არ იყოს მოკლედ ესეთი რამ მოხდა რომ მე და გიორგი ჭუმბურიძეს იცნობ შენ ჩვენი კოლეგა ჩვენი ძმა და მეგობარი ჭუმბურა არაჩვეულებრივი ორთოპედი ტრავმატოლოგი და მოკლედ
ანუ ხა არ მინდა თავის ქებაში გამოგვივიდეს, მაგრამ რაღაც ძირითადი აქცენტი იმ ნომერში იყო მე და ჭუმბურაზე რა. ანუ და ვიზეც იყო ძირითადი აქცენტი, ორკაც ხმა არა გვაქვს, წარმოიდგინე, ჩახლეჩილი ხმა გვაქვს. და ბიჭო, კონიაკს მოყავსო ხმაო, კიდე ერთ ჩვენს მაგაცი თემურა უზნაძე გვეუბნება. ის კვერცხს მოყავს და არა, კვერცხი არ გადამიყლავს, არა. კონიაკი უცებ გავარდით მაღაზიაში, ვიყიდეთ კონიაკის სახელს არ ვასახელებ, იმიტომ რომ ფული არა გაქვთ მოტანილი. ფულს თუ მოიტანთ, მე მოვყვები თავიდან ამ ისტორიას და ვიტყვი რომელი კონიაკი დავიწყებ იმ კონიაკის დალევას. და გრიშას დაიწყებს იმ კონიაკის დალევას. გრიშა, მართლა გეუბნები, გადავკარით. კი პასუხებ, მაგაზე ახლა უცებ იმ ნომრისთვის, რაც საჭირო იყო, 7 თუ 8 წუთი გრძელდებოდა ის ნომერი. ბიჭო, მოგვივიდა ხმა ორივეს. გეტყვი, სიზარღვები გააფართოვა, მოხსნა სპაზმური რეაქცია და გაშალა და აამუშავა ხორხის ორგანო, ალბათ ეს არის. ისე რაც დიდი ალბათობით ეს. უმი არა, მაგრამ თოხლო კვერცხი მიყვარს. თოხლო? კი, კარგი, კოვზით. ნიშნულებაში. კოვზით ვეჯობა თოხლო კვერცხი, რაც მე თოხლო კვერცხი მიჭამია და კონიაკი დამილევია, მაგრამ მომღერალი ჩემგან მაინც არ გამოვიდა. არის, ზოგი ნაჭუჭსაც მიერთმეს, მაგრამ ნაჭუჭი რაში? კალციუმი? კალციუმის გამო და აი ამ ნაჭუჭსა და მოხარშულ კვერცხის ცილას შორის კიდევ არის აპკი. იმას აი ხალხური მედიცინა ვახსენე და ნუ ძველი თაობის ძველი მე ვამბობ წლების ათეული წლების წინანდელი დაფის აპკის აღსადგენადაც იყენებდნენ დასაფენად მასზე და შემდგომ უწყობდა ეს რეგენერაციას ხელს თვითონ ბუნებრივი ქსოვილების დაპრობას და ამდენად აი კვერცხს მოვაყოლეთ ახლა. ხო, ანუ ეს ასე ვთქვათ, ხანმოკლე ეფექტი კონიაკისა, მოდი ვაღიაროთ. კი, ნამდვილად. ხანმოკლე ეფექტი. ჩემი გონებისთვის ალბათ ასე ახსნადი, რომ ის სპაზმი რაც ზღუდავდა იოგების ფუნქციონირებას, ეს გარკვეულია. მე ვთვლი, რომ იმ მომენტში თავის საქმე გააკეთა. გაშალა სიძარღვები და ხო, ახლა კი არ გვილოთავია. აი თითო ჭიქა დავლიეთ რა და იმ მომენტში მართლა მოვი. ახლა ჩემი გამოცდილებით ვამბობ. მარტო ხორს არა, სითამამესაც ჭირდება. სითამამე. ოღონდ არასაჭესთან. არა. სტოპ, იქ არა. არა, რასისულელია. კაცრი წითელი ხაზია. რასისული, რა თქმა უნდა. გრიშა, სხვის საქმეში ჩარევა, რატო არის სხვირთან ასოცირებული? სხვირს ნუყოფო. ხო, აი ყურს ნუყოფო, რატო ამბობენ? ან ენას ნუყოფო რა, რატო რატომ გაქვს მიდებულიო და სხვირს ნუყოფ ხო? ამას ყველაფერზე ყური აქვს, მობოდებული, ამაზეც ან ყველაფერი აინტერესებს. დიდია ყურიო, ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ სხვის საქმეში სხვირს ნუ ჩაყოფო, აი რატო სხვირი მაინდა-მაინც? ახლა მე თუ შემოვხედავ სხვირის დიდი მაქვს და ყურის დიდი და ახლა არ ჩვევი არ სხვირი არა და არ სხვირის ჩაყოფა, მაგრამ დამენახე პროფილში. არა, სხვირი არა გაქვს ზომების გამო და ზედმეტი ცნობის მოყარეობას წინ რო სხვირის ზომა უსწრებს და გასწრებს ჩარევაში, ამიტომ უფრო ეს უნდა იყოს. ჩვენ მყავდა ერთი ჯგუფელი, ძალიან კარგი ბიჭი, ექიმია დღესაც და სახელებს და გვარებს არ დავასახელებ. ცოტა დიდი ცხვირი ქონდა რა. და ჩემი მეგობარია მიშა გრიგალაშვილი, ყელკუცხვირის ექიმია, იცნობ შენ? კი. და მოგიტყვა. მოგიტყვა მიშას. მიშა ამბობდა ხოლმე რა ამ ჩვენს მეგობარზე, რომ ეგო სანამ მოვაო მე 2 წუთით ადრე ვიციო, იმიტომ რომ ჯერ ცხვირი გამოჩნდებაო და 2 წუთში ეს მოყვებაო. აი ხო გითხარი, ალბათ ისევ ანატომიურებიდან გამომდინარე, მაგრამ აი გუგას პასუხი მაინტერესებს, ფიქრობ, მგონია რომ იმ დღიდან ფიქრობს, აი დამწვრობაზე რო გითხე. აი რატო იძახიან დამწვარი კაციო. დამწვარი ხო, გითხე. ხო, ესო დამწვარი კაციაო და აქ ცხვირი ჩაყოფა. ხო, აი ყველა ექიმს უნდა მოუძებნო რაღაცას თავისი სპეციფიკური კაცია და მინდა რომ აი რა პასუხი ექნება მას. აი, ხრინვას რა იწვევს, გრიშა, გითხარი, აი პრობლემა. ხრინვა. პირველი ზონა. დავიწყოთ აქეთ. პირველი ჭარბი ზონა და ეს ჩემ თავზე გამოვცადე. ეხლა ცარა ვარ ძალიან სუსტად, მაგრამ 28 კილოგრამით მეტი ვიყავი. აჰა. ხრინვას დავიწყე, აპნოეც გაჩნდა და აპნოე იცი რა განგაშია ექიმურად. ხრინვას კიდევ რაღაც აპნოე აუხსნათ ჩვენს აპნოე ბოდიში ძილში სუნთქვის შეჩერება. ძილში სუნთქვის შეჩერება. ეს არის პრაქტიკული ნაწილი, გაგებადი ძილში. ხრინვის დროს რო არის ხოლმე, რომ აი გააჩერებდა და შემსწრე ვინც ამას ესწრება, ნუ გულს უხეთქავს ისეთი ფაქტის წინაშე დგება, რომ ნუ ამას ანალიზებ ყველაფერი და ამ ხრინვას რატომ მოვაყოლე? დავიკელი წონა გაქრა ყველაფერი. და ეს ჩემგან არ არის ახლა ლიტერატურაში ისე რომ აი ხრინვის პირველი წამალი წონა, მაგრამ ჩემი მაგალითად
ჩემი კონიაკის არ იყოს. აი ზუსტად პირველი წონის კლება. ნუ შემდეგ ანატომიური მოყვანილობები, კისრის აპარატის ზემოსასუნთქი გზების, ახლა ხრინვას ბგერას გიცი რაც აყალიბებს პირით გამავალი ჰაერის რბილისასის რხევადობა. მისი მოდუნებადობა განსაკუთრებით ხშირია ნაბახუსებზე არა აი სიმთვრალეში დიახ მთვრალი ადამიანი რო იძინებს განსაკუთრებით მაშინ ვლინდება სახიფათოც არის სხვათა შორის რითია სახიფათო გრიშა იმით არის რომ თუ მარტო წევს ამ აპნოეს ამ ძილში სუნთქვის შეჩერების უკონტროლობა შეიძლება გარკვეული რაღაც პრობლემები შემოყვეს კი და აღწერილია ლიტერატურაში არც სრული მაქვს გამიმეორო ძალიან ცუდი რაღაცები ამიტომ ვინც ამით სიფხიზლეში დაავადებულს არ ვიტყვი მაგრამ ეს სჭირს თუ მოსდის სიმთვრალეზე ძალიან კაცრი ზედამხედველობა სჭირდება აი ეს გვერდი შეიცვალეო გადაბრუნდიო ნუ პოზები მივადე კი პოზები ანუ ზურზე წოლით მეტად ვლინდება ეს ფორმა გვერდზე წოლით ნაკლებად და ესეთი ნიუანსი მაგრამ ასეთ დროს როდესაც გაღრმავებული ნუ ეს ახლა თუ პარტნიორი ხელის გამგრავი ყავს ასეთი ქალბატონი თუ მეგობარი ყოველ შემთხვევაში მეგობრებს მეგობარი მოუყვანია და რატო ვერც სტუმრად წავსულვართ ვერც ერთად გვიმოგზაურია მასთან მოგეხსენება ახლა შეუძლებელია ძილი მასთან ერთად ერთ ოთახში მასთან ერთად ჩვენ ვერ იძინებ და რაღაც სოციალური საკითხები და ასე დროს ღრმად წასული ეს პროცესი მე არის აღწერილი ჩვენი ნევროლოგების მიერ რომ ტვინზეც მოქმედებს ეს დეციბელები მაღალი ჟღერადობა ბგერელს ტვინსაც აწუხებს არის არა აქვს სრულფასოვანი ძილი და ნუ ისეთი მაშინ ჩემი სამუშაო თემაა და ძალიან მე გამიგია კიდე რომ სტვენაში სტვენაო ანუ კაცი რო ხრინავს უნდა დაუჯდე გვერდზე და არა მექანიკურ შეხებაზე დაგეთანხმება სტვენაზე ვერა სტენა შენ თუ გადაგაყოლებს გულს თორემ არ მგონია ხრინვაზე მოქმედოს კარგი და წონის გარდა კიდე თვითონ ანატომიური სტრუქტურაც ხო თავის თავად რბილისასა ვახსენე და რბილისასის სისუსტე ის კუნთოვანი ქსოვილია ლორწოვან გადაკრული ამიტომ მის ამ კუნთოვანი ქსოვილების სისუსტე განსაკუთრებით ასაკოვან ნაწილში და კვების რეზრაციონშიც რეჟიმში ძალიან მონაცვლეობაც ხელსადაც იმ შორის გამაღიზიანებელი კვება, გაზიანის ასმენები, ანუ არის რაღაც გარკვეული ჩართულობები კვებითი ამ საკითხში. იწვევს ამ ორგანოს ამ რბილისასის. აი, წონას დაიკლებ და დაიკელი შენც, დავიკელი მეც და ბევრმა ჩვენმა მეგობარმაც მოახერხა წონა დაიკლო. ამ რბილისასას და ანატომიას რა უშველოთ? ნუ ჩემ შემთხვევაში და დაბრუნდა ნორმაში და შენში ხო, მაგრამ ვინც გამختარია და ხრინავს იქ უკვე ქირურგია ერთვება, მოიგონეს საწოვარები, მოიგონეს სიპაპ თერაპია, შენ კარგად იცი ეს, ანუ დაწნეხილი ჰაერი წუთვა, როცა არაფერი სხვა გამოსავალი არ მოიგონეს, მოიგონეს რა მოსაგონებელია, მიაგნეს ობსტრუქცია, ანუ დაბრკოლებით, ჰაერის დაბრკოლებით გზების განთავისუფლებაზე ფიქრი, ქირურგიულად ისიც თუ წვირში არ არის გამავალი ხორხში არის პოლიპი და შემდეგ იქ ზემოქმედება და შესაბამისად შედეგებიც და მოიგონეს წინა ასწლეულის 50-იან წლებში იაპონელმა უვულო პალატო ფარინგოპლასტიკა რა დასახელება აქვს ანუ ახალი რბილისასის რკალის შექმნა ტონზილექტომიასთან ერთად რბილისასის ნაწილის მოკვეთასთან და ნაკთან ერთად რა თქმა უნდა და ახალი თაღის ფორმირება და დღესაც აქტუალურობს ეს და შედეგებიც ტონზილექტომია ახსენე შენ და აუცილებლად კითხავ მანამდე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს რომ ჩვენი სპონსორია კლინიკა Eyeline სადაც უპრობლემოდ უმტკივნეულოდ შეგიძლიათ მოიხსნათ სათვალე კლინიკა Eyeline დიდი მადლობა კლინიკა Eyelines ტონზილექტომია იგივე აი ხალხში გაავრცელებული ტერმინი რო ვთქვათ გლანდები ეგრეთ წოდებული გლანდები ხო ადრე იყო ესეთი მიდგომა რომ პატარა ტონზილიძეც კი უცებ დაეტაკებოდნენ და აკეთებდნენ ტონზილექტომიას, ხო? ხომ ეთანხმები? ხო, იყო. დღეს როგორია ეს მიდგომა, გრიშა? მე ზუსტად ამას მოვესწარი, ვიცი ხა ჩვენ ერთად მოვდივართ და დღეს უკვე შეიცვალა მიდგომაც, შეიცვალა ფიქრობ კულტურაც ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ
თვითონ პაციენტებს მშობლებმა მცირე ასაკი ბავშვი ვერ წყვიტავს ხო ბუნებრივია მშობელი იღებს გადაწყვეტილებას და მშობელმაც აიმაღლა დღევანდელმა მშობლებმა უკვე დღევანდელი ბავშვების მშობლებმა აიმაღლეს გარკვეული ცოდნაც მიდგომაც ფიქრიც ამ საკითხთან და რატომ ზედმეტი ორგანო ეს არ არის ხო, აი რამდენად გჭირდება, მოდი რა მოგვიყვება. უნდა დამცველი, როცა ჯამთელი ქსოვილია, მასზე ძვირფასი ორგანო იმუნიტეტთან, გარემოს ფაქტორებთან იმუნური სისტემის ნაწილია. მნიშვნელოვანი და დამცავი, მით უმეტეს განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, რომლებსაც არ აქვთ ფორმირებული დამცავი ფუნქციები ორგანიზმის, როგორც დასულებს და შესაბამისად ის იღებს თავის თავზე, მაგრამ თუ ორი მეტი ეს რაც ლიტერატურით არის დაწერილი, ანგინა, მხოლოდ კლასიკური ანგინა, ის არა დღეს რო ნაყენს მიირთმევ, გამეკითხება და დილით აღარ გახსოვს. ეს არ არის ანგინა, ყელის ტკივილი მხოლოდ. ანგინა არის ორ შაბათს რო დაიწყებს თავის სიავეს, მეორე ორ შაბათამდე თავს არ ანებებს და სასტიკი ტემპერატურასაც რომ მოგცემს. სასტიკად ანგრევს ორგანიზმს თავისი ტოქსიურობით. ასეთი ანგინა წელიწადში 2-3 რეციდივი თუ არის, ხო? რეციდივი, მხოლოდ ამ რეციდივებს შორის კონსერვატიული მკურნალობა უნდა იყოს ჩართული. თუ თერაპია უშედეგოა თერაპიული მკურნალობა გამორეცხები და პრეპარატების მიღება ასე დროს თუ პლუს უკვე ტოქსიურშიც გადადის ანუ სახსრების გულსიძახთა სისტემა და ნეფროლოგიური ანუ თერგმის მიერი და შემდეგ უნებრივია იქ ჩვენება ოპერაცია ერთვება მე მქონდა შემთხვევა ჯოენის კლინიკა როგორი სახელოვანი კლინიკა გვაქვს წლინახევრის ბავშვზე ჩამატარებია ტონზილექტომია წლინახევრის გულის პრობლემები ჰქონდა ბავშვს დადეს თან ჩემი თანამშრომლის მედიშვილი დადეს დასკვნა რომ თუ ტონზილექტომია შესრულდებოდა მან კი ყალიბდებოდა ან მანკის ხელშემწყობად მიიჩნია ნუ დაისვა ეს და მათ პროფესიონალის ვენდე და ეს იმ დღევანდელი გაგებით ესეთი სიგიჟეც კი ჩამიგენია წლინა და თანაც ადგილობრივით არ დააძინეთ ჩემი კარიერის როით არა ხიზლო მაშინ როგორ გაგიჩერდა მე მოუსწარე ადგილობრივ ტონზილექტომიებს მე მაქვს გაკეთებული მესამე კლასში ადგილობრივად ყიფიანმა გამიკეთა კი ბატონო პროფესორმა ყიფიანმა მაშინ არამიანში კი ბატონო ეგრეთ წოდებულ არამიანში იყო სიმღერით კეთდებოდა იაშუელს იასამიძე მახსოვს და პიონერი ბიჭი მაჭავარიანი მან დაიწყო ნარკოზით ტონზილექტომიები და პერიფერიაში ჩემს შვილებს უკვე ნარკოზით გაუკეთეს რეგიონში სამივეს არა ორს ნანიკოს და ზუკას ხო რეგიონში მე ვიყავი ბედნიერი რომ მე მომიწია ნარკოზით ოპერაციების დაწყება მაგრამ პირველი ბატონი ბიჭი იყო და ამ ტონზილექტომიების ამ ფორმამ უკვე ნარკოზით ფორმამ გააიოლა გაამარტივა კომუნიკაცია პაციენტთან ქირურგიული და შესაბამისად ნაყოფიერი და შედეგიანია. გრიშა, ნელ-ნელა ბოლოსკენ გავდივართ, მაგრამ ვერ გაგიშვებ ისე, შენ ჰობიზე რო არ ვისაუბროთ, ანუ ექიმებს, არა მარტო ექიმებს, კაცო, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ რადგან ახლა ორი ექიმი ვართ შეკრებილი, ამიტომ ვაკეთებ აქცენტს. ყველას ჩვენი ჰობი გვაქვს, ხო? ხო და შენ გაქვს მის გარეშე პრაქტიკულად ვერ განიტვირთები, ჩვენ ახლა კარგად იცნობ, მე შენ გიცნობ, შენ მე მიცნობ და იცი ახლა ჩვენ როგორ მოვყვებით მედიცინას. ახლა სულ მედიცინაზე ფიქრი, სულ მედიცინაზე მსჯელობა, კი კარგად იცი ჰობის გარეშე, განტვირთვის გარეშე შეუძლებელია. ზოგან მახსენე მამა მონადირეც იყო, მეთევზეც იყო, ვერც თევზაობა შევიყვარი და ვერც ნადირობა ბოდიში ჩემს მეთევზე და მონადირე კოლეგებთან ბევრი ყავს. ხო, მეც ვერ ვქენი რა. ვერ შევიყვარე. ნუ ახლა დალევა ხა კონიაკი ახსენე სტუდენტობის მერე რატომ არა და გეტყვი 31 წლის წინ 31 წლის წინ მეუღლის ბიძა მაჩუკა ნივა 96 წელს და რო დავჯექი ამ ნივაზე საჭესთან დღემდე არ გადმოვსულა მანქანიდან, ოღონდ ნივის არა. გასაგებია. დღეს უკვე ჩემი მეგობრების წყალობით, პორშეს ცენტრის და პორშე კლუბის მეგობრების წყალობით დღეს 4 წელი, ბოლო 4 წელი პროფესიულად, ნახევრად პროფესიულად ბოდიში პროფესიულობაზე პრეტენზია. ესე იგი ნივასაც ფული აქვს მოსატანი და პორშესაც. ნივა უკვე ისტორია. ნუ არ ვიცი ვიღაცამ მოიტანოს. ნახოთ, აგერ მაისურით მოვედი. აგერ პორშეს მაისურით და რატომ
ზეგან გითხარი, დამავალე მთხოვე არ აქვს მნიშვნელობა, დამაკავე ხელში ქორწილის მოსაწვევი და მითხარი აი ბათუმში, პორტში გელოდება ესა და ეს, გადაეცი და დაბრუნდი უკან. ახლა ვეჯდები საჭესთან, ჩავალ, გადავცემ, დავბრუნდები ისე რომ საჭესთან. ანუ არ გეზარება საჭესთან ჯდომა. ჩემი სუსტი წერტილი ხო გითხარი, 30 წელია საჭიდან არ გადმოვსულ ვარ. და ახლა სულ საშან მაგარი გამოცდა ჩავაბარე. ხო, აი პირადად მინდოდა მეკითხა. ნიურბურგრინგში, პორშე ცენტრის წყალობით აღმოჩნდით მოყვარული მრბოლელები და აი ეს ჯოჯოხეთი, მწვანე ჯოჯოხეთი რაც ლაუდას გრინჰელი. სადაც ეს ის ტრასაა, სადაც ნიკი ლაუდას ცეცხლი გაუჩნდა. და მის მერე აიგზალა ფორმულასთან, დიდი ისტორია ამას ისეთი ისტორია გერმანიაში, ფრანკფურტთან და იქ 10 წრე 21 კილომეტრიანი სულ მოუთქმელი. მოვიარე ნუ მეტი ფიზიკურად დროც არ იყო და ისეთი სერტიფიკატი წამოვა წელს ახლა გვეპირებენ მონცაზე ანალოგიურ გამოცდას და ნახოთ იმედი მაქვს წარმატებებს გისურვებ მეგობრების წყალობით კი სიდედრს უყვარდა ჩემი შენიშვნა რა გაგებით რომ როგორი სერიოზული ხარო ოჯახში სახლში ხო ჩვენ ნუ ახლობლებთან როგორი სერიოზული ხარო პროფესიაშიო ამ საჭესთან რა გემართებაო ამ საჭესთან რა მოგდის ერთი გაგვაგებინაო და მართალიც იყო ისეთ სიცულელებს და სიგიჟეებს ჩავდიოდი რიგითი მანქანებით რეკლამაში თუ არ ჩამეთვლით ეს Mercedes-იც იყო, Toyota-ც იყო, Niva თავისთავად ხედავ როგორ იზრდება ჩემი გადაცემის ბიუჯეტი ნელდება და ბოლოს Porsche და Porsche დამანახა ის თუ რა ყოფილა რიგით გზებზე ესე იგი სიარულის სიამოვნება ოღონდ იმ წესებით რა წესებსაც საჭირო. კარგია, გრიშა, წარმატებებს გისურვებ შენს ჰობიში, მაგრამ შენ ისეთი სერტიფიკატი გაქვს აღებული, რომ ეს ჰობი აღარ არის. მოდი იმად მიყენია წინ. შენი მეორე სპეციალობაა, უკვე მოდი ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული არაფორმალური განათლება გაქვს მიღებული მეორე. მეგობრებს როგერში მიდგანან ამ ოცნებების და ამ სურვილების მადლობა ჩემ შვილს გოგონას რომელიც ჩემი მიმდევარია. მართლა? ჩემი მიმდევარია არ ძალიან მაგარი ამბავია. ჩემ მანქანას ხოლოდ რას ლაპარაკობ? შუათანა ბიჭმა მძღოლიანი მანქანის სურვილი გამოთქვა 22 წლისა და მძღოლიანი მანქანა მინდაო მე საჭესთან არ დავждებიო და პატარა 10 წლისა და ის რას იზავს ჯერ არ ვიცით. ბურთის და ფეხბურთის მეტი შენი არ იყოს გაგონება არ უნდა არაფრის. კი, მადლობა ასევე კლინიკა Eyelines, რომელიც ჩვენი გადაცემის სპონსორია. მოიხსენით სათვალე კლინიკა Eyelines-ში უპრობლემოდ, უმტკივნეულოდ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო გრიშა თოფურია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან მაგარი ექიმი, ავტომრბოლელი და მოყვარული კი ბატონო, თუმცა მე ჩემთან შედარებით პროფესიონალი ავტომრბოლელი. მე დაგემშვიდობებით შემდეგ. სამიერად მეუღლე სადგიზის, როცა შოქის მანძილს ჩემი მეუღლე უკან ზის. უკან ჯდება? იმიტომ რომ გზას უყუროს და შეცდომების შემთხვევაში ჭკმიტოს ხრებზე. თუ არ ჩავთვლი. კარგი, მეც გადავსვავ ჩემ მეუღლეს უკან. კარგი. ავიღებ მაგალითს შენგან. დიდი მადლობა დროებით. მადლობა თქვენ.